ახსნი ამას, რაც არის ამის უკან და ამის უკან რაც დგას არის განსხვავებული სინდისები სამყაროში, ხო? ეს არის ინდივიდუალური სინდისი, როცა მე მხოლოდ ჩემ თავზე ვფიქრობ, ანუ მე ჩემ თავთან ვარ მართალი, მე რაც მინდა იმასთან ვარ მართალი, არის კოლექტიური სინდისი, როდესაც რა საზოგადოებასაც განვიკუთვნები ან ოჯახის წევრებს, ან თუნდაც ნებისმიერ სხვა ადამიანს უკვე იმასთან მიმართებაში სინდისი, ანუ ჩემი მიკუთვნადობა, ესე იქნება ოჯახის წევრი, ესე იქნება მეგობარი, ანუ საზოგადოება ზოგადად, ხო? და არის უნივერსალური სინდისი. ეს არის მესამე, რომელიც არის დაო, დჰარმა და ასე შემდეგ. ესეთი ფილმია, რომ აი მართლა გვაძლევს სალაპარაკოს და შენი ხედვა თან ცოტა სხვანაირია ამ ფილმთან დაკავშირებით დაახლოებით ვიცი და რა ვიცი, აბა დავიწყოთ. ნატურის ხეში არ არის ეს დინამიკა, ხო? ანუ სიუჟეტი არის, დრამა არის და დინამიკა არ არის, გაყინულობა არის, ხო? შეთე, გააბიუზერებული შეთე. ნუ ამისი კონტრა შეთე არის ის ჩვენში რომ დავინახოთ თუ რამეს მექანიკურად ვაკეთებთ, ეს ყველაფერი არის შეთე. ცოდვა, კარმა, მე დავარქმევდი, რომ განსჯითი არის ცოდვას და კარმას და მე უფრო გამოვიტანდი ამ ტერმინოლოგიას და უბრალოდ ვიტყოდი იმის მოუგვარებელი დადის ამ სისტემას, სანამ ვიღაც არ მოაგვარებს. მოგესალმებით პოდკასტიდან კინო არის თერაპია და დღეს ჩემი სტუმარია მოგშა ფეიქარი. გამარჯობა მოგშა. ეს დღეც დადგა, რამდენი ხანია, ხან მე არ ვიყავი აქ, ხან შენ არ იყავი აქ და მე მგონი ორი თვეა, ხო? გეგმავთ ამას. ძალიან გამიხარდა, მადლობა მინდა გითხრა რომ მოხვედი. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ეხლა რუბრიკა არის კინო და თერაპია. კინო არის თერაპია. კინო არის თერაპია და ამ ჭრილში ძალიან მნიშვნელოვანია ვახსენოთ ესეთი რაღაცები როგორც ფსიქოდრამა და თეატრთან სცენასთან დაკავშირებული თერაპიული მეთოდოლოგიები და ასეთივე არის ერთ-ერთი სისტემური განლაგება. ანუ სცენური თერაპია, თუმცა განსხვავდება ფსიქოდრამისგან და ამ ნიუანსებში. ფსიქოდრამაზე გიმუშავე, ანუ ეს კი, ბატონო, ვირჯინია სატირის მეთოდოლოგიით, ჯაკობ მორენოსიც, მაგრამ უფრო სატირი არის ჩემი ფავორიტი ამ მხრივ. გასაგებია. და ძალიან გამოგვადგება ამ სიუჟეტის განხილვაში სატირის ერთ-ერთი მეთოდი, რომელსაც ვახსენებ. ჯერ უბრალოდ სისტემურ განლაგებაზე რომ ვისაუბრო ძალიან მოკლედ. ძალიან რთული არის ამ თემაზე და ბერტ ჰელინგერზეც ორი სიტყვა, იმიტომ პირადად იცნობდი და ამიტომ პირადად მომიწია მისი გაცნობა და მასთან მქონდა ურთიერთობა, ძალიან ესეთი უნიკალური ადამიანი იყო. აი წარმომიდგენია. თვითონ იყო კათოლიკე მღვდელი და ხშირად მაგ პოდკასტებშიც მქონი ნახსენები. მოგზაურობდა ზულუს ტომში ქრისტიანული მისიით, რომ იქ ინფრასტრუქტურა შეეტანათ, სწავლა, განათლება, სამედიცინო დახმარა, ეს ყველაფერი რომ ქონოდათ იქ ადგილობრივებს და მათი კულტურა შეისწავლა და ამ კულტურის შესწავლასთან მიმართებაში შეეცვალა მსოფლმხედველობა თვითონ, იმიტომ რომ იმდენი განძი ქონდა ამ კულტურას თვითონ, რომელიც ფაქტიურად ჩვენ ცივილიზაციას, თანამედროვე ცივილიზაციას შეიძლება ძალიან გაუჭირდეს კიდევაც ამისი აღქმა და ამისი გადმოტანა. კი, მე გამიჭირდა მაგის. ძალიან გამიჭირდა ამის აღქმა, აი შულის კვლელობასთან დაკავშირებით მით უმეტეს ძალიან გამიჭირდა მაგის აღქმა. არ ვიცი როგორ შეიძლება გაიაზროს და რა ლეველზე უნდა ავიდეს ადამიანი, რომ აი დაუშვათ აი ეს გადაიაზროს და მიიღოს. ნუ აი როგორც ახსენე. რაც მნიშვნელოვანია ბერტ ჰელინგერის მე ჩამოსვლა, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივად თერაპიული მუშაობის გაგრძელება, ამან ძალიან დიდი გავლენა იქონია ამ ზულუს ტომთან გადაკვეთამ. ყველა თანამედროვე თერაპია შეისწავლა და ეს მეთოდოლოგია მათგან ჩამოიტანა ისე რომ ჩვენთვის გასაგები ყოფილიყო რაღაცა შამანიზმი ან რაღაც ესეთი შეარეთარგვნათ და ყოფილიყო რაღაცა მიჯნაზე თერაპიის და სულიერების. ანუ ისეთი მეთოდოლოგია, რომელიც არ თერაპიაში ვერ გამსაზღვრად ფსიქოთერაპიას ცდება, მაგრამ არც სულიერებაში და რაღაცა შეიძლება ამისი გადათარგმნა, იმიტომ რომ ძალიან დამიწებულია მაგ ხრივ, ხო? ერთ-ერთი მაგალითი რაც ახლა შენ ახსენე, ხო, რაც შეეხება მათ მიდგომას თუნდაც დანაშაულთან და დასჯასთან, ეს არის ძალიან უცნაური და ძალიან განსხვავებული, ვიდრე ჩვენ საზოგადოებაში ეს მიღებული. მაგალითისთვის ვიტყვი, თუ იქ კვლელობა ხდება და ვიღაცა მკვლელია და ოჯახის წევრის ერთ-ერთი მაგალითად შვილი მოკლა, იყვანენ მას და შვილის ნაცვლად ზრდიან. ეს ძალიან ძნელი გასაგებია და ამას ბალანსი წავიდეთ რაღაცა ბალანსისთვისო და აი რა ბალანსია ეს. ამის უკან რაც დგას არის განსხვავებული სინდისები სამყაროში, ხო? ეს არის ინდივიდუალური სინდისი, როცა მე მხოლოდ ჩემ თავზე ვფიქრობ.
ანუ მე ჩემ თავთან ვარ მართალი, მე რაც მინდა იმასთან ვარ მართალი, არის კოლექტიური სინდისი, როდესაც რა საზოგადოებასაც განვეკუთვნები ან ოჯახის წევრებს, ან თუნდაც ნებისმიერ სხვა ადამიანს უკვე იმასთან მიმართებაში სინდისი, ანუ ჩემი მიკუთვნადობა, ესე იქნება ოჯახის წევრი, ესე იქნება მეგობარი, ანუ საზოგადოება ზოგადად, ხო? და არის უნივერსალური სინდისი. ეს არის მესამე, რომელიც არის დაო, დარმა და ასე შემდეგ, რომისთვისაც სულ ერთია მოძალადე და მსხვერპლის არანცხოვებს ამას. და ზულუს ტომი იყო დაკავშირებული უნივერსალურ სინდისთან. ამიტომ მათთვის იმის გარჩევა, რომ ვიღაცა დამნაშავეა და ვიღაცა მსხვერპლია, იმის მაღლა იდგენ, რასაც თქვათ იესო იძახეს, გიყვარდეს მტერი შენი რო იძახეს, ამითი რას გულისხმობს, რომ მტერს, ანუ მოძალადეს ამ შემთხვევაში და მსხვერპლს შორის განსხვავება არ არის. ანუ აქ ერთი მეორეზე მაღლა არ დგას, ხო? აი მაგ შრიდან საუბრობს, ხო? მაგის გარეშე შეუძლებელია თუ ზემოდან უყურებ ვერ შეგიყვარდება. გიყვარდება მაშინ, როცა ტოლად თვლი, შენი ტოლი არის, ასწორებს შენ ცნობიერებასთან, ხო? და თუნდაც ჯვარზე რო არის იესო, რასაც ამბობს ღმერთო, აპატიო, ანუ მე კი არ ვპატიობ, მე კი არ ვდგავარ ამათზე მაღლა. მე ამათი მესმის და ასე იგი ჩემი ტოლები არიან და ღმერთო აპატიებნებ. ანუ მე არ ვთვლი ამას, რომ ესენი რაღაცით მემჯობიან. თავის თავს მაღლა არ აყენებს აქ. მხოლოდ ტოლობით შეიძლება ეს ნელი წარმოსადგინე ჩვენ როგორც ეგოს დათრგუნვა, კი ეგოზე დათრგუნვას არ ეხმარ აქ ამ სიტყვას. რომ ეგო საერთოდ არ არის აქ. თუ დათრგუნავ სუპერ ეგოში წახვალ. ანუ ეს სიტყვა თვითონ კონტექსტში არ ჯდება. დათრგუნვა ეგოსი ამ შურს იძიებს შენზე და რაღაც მომენტში ჩაგავლებს, ხო? ამის გაცნობიერება ხდება ეგოსი უბრალოდ, რომ ფაქტობრივად სუბსტანცია არ გააჩნია. ხო და მხოლოდ მაშინ ხდება ამის დანახვა შესაძლებელი, ხო? ანუ რასაც ვამბობ არის ეს უნივერსალურ სინდისთან კავშირი, რაც არის დაოიზმთან ახლო, ან სისტემური განლაგება თვითონ დაოიზმთან ძალიან ახლო არის ამ მხრივ. დაოისტური არ არის, მაგრამ მან განსხვავება თითქმის არ არის. აი დარმა, დაო რაც არის, ეს არის უნივერსალურ სინდისი სისტემურ განლაგებაში. და ჩვენ ყველა მაგასთან კავშირში ვართ, ამიტომაც არის შესაძლებელი, როდესაც სცენაზე რეპრეზენტატორები გამოდიან, რომ მათ განიცადონ სხვისი ტყავიდან, შიგნიდან, იმიტომ რომ რაღაცა გვაერთიანებს და ეს რაც გვაერთიანებს არის აი ეს ფუძე, ეს ფუნდამენტი, რაზეც რითიც ერთმანეთთან ვკავშირდებთ, რით შეიძლება ერთმანეთს გაუგოთ, გინდა აი ამ პოზიციიდან და გინდა იმ პოზიციიდან შესაძლებელი არის, იმიტომ რომ ეს კავშირები სინამდვილეში გაგვაჩნია ერთმანეთთან. და აი მაგალითად მე ვიცი, აი ქონიათ სურვილი ყოფილიყვნენ რეპრეზენტატორი, მაგრამ ქონიათ რაღაცნაირი შიში აი ამ მისტიკის, აი ვერ წარმომიდგენიაო, რა ემოცია წამოაო და საიდანო და ის შიში მაქვსო. აი რა შეგრძნება, როცა რაღაც ინფორმაცია მოდის თუ რა მოდის აი ამ მომენტში, აი რა ხდება. აი რო წარმოვიდგინოთ აი კლაუდი, ხო კომპიუტერულ ენაზე რო თქვათ, რომ რაღაც კლაუდია და კლაუდზე რაღაცები storage-ია, ხო ინახება ასე თქვათ რა. როცა ვიღაცის სცენაში შედიხარ, ვიღაც ოჯახურ განლაგებაში შედიხარ როგორც რეპრეზენტატორი, ფაქტიურად კლაუდში შედიხარ, სადაც ის მეხსიერება შენახულია და იმის ინფორმაციის აღქმა გაქვს. ანუ იმის ბაბუის, ანუ ვიღაც როლში თუ ხარ, ფაქტიურად ხდება შენში ამ როლის განასახიერება. შენ თვითონაც შეიძლება გაგიკვირდეს რაღაც ემოცია დაგეუფლოს, ან რაღაც განცდა დაგეუფლოს და სულაც არ იყოს ეს შენი. აბსოლუტურად, ხო და ამ მომენტში იმისი ავატარი ხდები ფაქტიურად რა. ეს არის ლაითი ტრანსი, აქ ფაქტიურად ეს ცნობიერად ხარ და სრულიად საღათ აზროვნებ, ოთა ეს განცდები გაქვს, რაც შენთვის შეიძლება დამახასიათებელიც არ იყოს. ხო ძირითადად ეს ეხმარება და ხშირად ადამიანები შედიან ხოლმე მაგალითად აი მე დედასთან მაქვს პრობლემა და დედის თემა მაქვს და ვიღაცის დედის როლში შეიძლება მოხვდე ანალოგიურ სიტუაციაში და იქიდან გაუგო დედა შენს. ძალიან დამხმარია ამ მხრივ რეპრეზენტატორის როლი. შეიძლება შენ პირად სიტუაციაში, პირად ისტორიაში ძალიან დიდი ეგო გქონდეს და სხვა პერსპექტივა ვერც კი დაინახო. მიუხედავად იმისა, რომ მთელი დარბაზი ყველა მონაწილე შეიძლება მას ხედავდეს, მაგრამ შენ ამაზე რეზისტენცია გქონდეს, იმიტომ რომ შენ სულ ესე გიფიქრია. ამიტომ ვიღაცის როლში რო რეპრეზენტატორად შედიხარ, იქ შენ ეგო არ აქვს და უფრო ადვილი ასახქმელი არის ამ პოზიციიდან, თითქოს ეგოს გვერდსული და იქიდან განიხილავ ამ საკითხს. აი ვინ შეიძლება არ იყოს რეპრეზენტატორი? მაგალითად, ჩემი ოჯახის წევრი, აი როგორ ვირჩევთ რეპრეზენტატორს? აი ვინ შეიძლება არ იყოს რეპრეზენტატორი? დაუშვათ მე. ნებისმიერ ადამიანი შეიძლება იყოს რეპრეზენტატორი. ჩემი და მაგალითად მე ვაკეთებ, ხო? მე მინდა დაუშვათ სისტემური განლაგება გავაკეთოთ ჩემთვის. და ჩემი და ჩემი მეგობარი შეიძლება იყოს რეპრეზენტატორი. მათ თანხმობაზე, ხო? შენ და მათ ურთიერთობიდან გამომდინარე, აქ აკრძალვა არაფერს არ არის, მაგრამ ძირითადად ეს არ არის ოჯახის წევრების თერაპია ერთმანეთთან.
ხო. ეს რთული იქნება ძალიან. ხო, შენ რო დაინახო ის სურათი რა პოზიცია გაქვს, რა დამოკიდებულება გაქვს, ესეც ცვლის ხოლმე ოჯახში დინამიკას. ძალიან ხშირად არის რომ ხედვა გეცვლება და ამ შეცვლილი ხედვით მე შენ ოჯახში რომ მიდიხარ, იქაც იცვლება სიტუაცია, იმიტომ რომ ეს იგრძნობა. ანუ კეთილგანწყობა თუ შემოდის შენში და ადამიანებთან მიმართებაში, ისინი გრძნობენ ამას. თუ არ არის კეთილგანწყობა, ხო, ადამიანი რაღაცას გადასარევს რო კვირდებოდეს, მაინც არ გინდა იმის გაკეთება. და თუ კეთილგანწყობა რომს გაგინებდეს არ გწყინს. ხო, ეს კეთილგანწყობა იმდენად გამსაზღვრელია და ეს არის მხოლოდ მაშინ შესაძლებელი, როცა ადამიანს დანახვას იწყებ. როცა ფაქტიურად ემპათია შეგიძლია და ეს ემპათია მხოლოდ მაშინ შეგიძლია, როცა მსხვერპლის როლიდან გამოდიხარ. ანუ თუ მსხვერპლის როლში ხარ, ლეგიტიმურად ძალადობ, ლეგიტიმური მოძალადე ხარ, ხო? წარსულის ტრამვების თითის გაშვერას იწყებ შობლებზე, ამაზე, იმაზე და აქ შენ არ შეგიძლია კეთილგანწყობილი, ხო, ჯერ მისახედია ეს თემა და ამიტომ გააჩნია, რასაც ვიძახი, ოჯახის წევრის თანხმობა, ყოფილა ეგეთ შემთხვევაში ოჯახის წევრები ყოფილა მონაწილეობა მიუღიათ, მაგრამ თუ მაგალითად დედა და შვილი მოდის და შვილს უნდა რაღაც თავის თემა განიხილოს და უნდა რომ დედა არ მონაწილეობდეს აქ, ხო? აუცილებლად დედა უნდა დატოვოს ის დარბაზი და მერე დაბრუნდეს და შვილმა მარტო უნდა გააკეთოს. ესენან პირიქით, თუ დედას უნდა რომ შვილმა არ ნახოს, ეს რა თქმა უნდა მას სრული უფლება აქვს ამის. აი გადავიდეთ ფილმზე, რომელზეც უნდა ვილაპარაკოთ. ისეთი ფილმია, რომ აი მართლა გვაძლევს ალაპარაკოს და შენი ხედვა თან ცოტა სხვანაირია ამ ფილმთან დაკავშირებით, დაახლოებით ვიცი და გავიცევა დავიწყოთ. პერსონაჟები აქ საინტერესო და მე როგორც თქვი, რაღაცა სტატიკური გაყინულები არიან, არ მოქმედებენ. არც ერთი პერსონაჟი, ის უსამართლობას ხედავს, ის რაღაცას ხედავს, მაგრამ აი სტატიკურად არ მოქმედებენ, საერთოდ არ მოქმედებენ, არიან გაყინულები ერთ ადგილას რა და იქ მაინტერესებდა ახლა რაღაც გაგონდა. ამას დავიწყებ იმ რაც წეგან ვახსენე ვირჯინია სატერის ესეთი ნაწილების ალბომი ეგრე ქვია. parts თუ წვეულება უბრალოდ parts party ნაწილების წვეულება. და მანდ არის ესეთი ფსიქოდრამა, როდესაც ადამიანი გამოდის და ამბობს თავის საკითხს. მაგალითად უნდა შვილის გაჩენა და არის სწორი პარტნიორი თუ არა და გაყოფილია შინ რამდენიმე ხმა აქვს, ხო? და გამოიყვანთ ერთ-ერთს, რომელიც არის შვილის გაჩენა მინდა, რა არის ეს შვილის გაჩენა რო გინდა, რას დაარქმევდი ამას, ჩემი ქალური ნაწილი. მოდი ქალური ნაწილი რომელი არის ჩემთვის ქალობის რეპრეზენტატორი, რომელიმე ცნობილი ადამიანი გამოიყენე, მერლინ მონრო იყოს, ერთი ყავს არჩეული იყო მერლინ მონრო. მეორე არის ჩემში არის კრიტიკული ნაწილი, ხო, კრიტიკოსი რაღაცა, ან რაღაცა ანალიტიკოსი, ან ვიღაცა სიტყვაზე. ეს არის ის რომ არასწორ პარტნიორთან ხარ და გამოიყვანთ ვიღაცა ცნობილ მსახიობს ან საზოგადო მოღვაწეს, ვინც ამას წარმოადგენს, შეიძლება ეს იყოს იუნგი, თქვათ, ის იქნება იუნგი მეორე. და მესამე, მეოთხე და ასე შეიძლება ღმერთის ხმა იყოს და ვიღაცა გამოვა ღმერთის ხმის როლში, ხო? არა, მნიშვნელობა 5-6 პერსონაჟი გამოდის და ფაქტიურად თითოეულს აქვს წინადადება. ანუ ეს მე მინდა რომ შვილი მყავდეს, ამის წინადადება, მეორეს წინადადება, რომ შენ არასწორ პარტნიორთან ხარ, მესამეს წინადადება კიდე ასე შემდეგ და გრძელდება. ყველა ერთმანეთთან მიდის რეპრეზენტატორები, ანუ წარმომადგენლები და აი ამ წინადადებას ეუბნებიან ერთმანეთს. ყველას იცნობს მხოლოდ ამ პოზიციით. ეს არის პირველი სტადია, რასაც ქვია მეპინგი. ანუ განვალაგეთ ეს რა. ეს ხდება ფაქტიურად ნატრის ხეში. ანუ ყველა თავისი წინადადებიდან, თავისი არგუმენტიდან მოდის და არავინ არასოდეს არ განიცდის არანაირ მეტამორფოზას. ხო? თუ ვიღაცის გავლენის ქვეშ შეუძლია მოახდინოს, ეგ არის და ეგ, ხო, მაგრამ ამ მეტამორფოზას არავინ არ გადის. ანუ ის რა დეფიციტით აქვს ერთს, ხო, მეორესგან ვერ ღებულობს. ანუ კონსტრუქტიული არაფერი არ ხდება. ხო, უბრალოდ ტრაგედიაა სიუჟეტი თვითონ თავიდან ბოლომდე, ხო, ტრაგედიაა სიუჟეტი. ბუკერს აქვს ეგეთი წიგნი, სადაც 7 სიუჟეტია და ახსენები ერთ-ერთი არის სიუჟეტი ტრაგედია და ბევრი ფილმია, ბევრი ნაწარმოები, სადაც ტრაგედიაა. ასევე მეორე არის მაგალითად გარდაქმნა მახინჯიდან ლამაზამდე. სხვა სიუჟეტი არის გმირის მოგზაურობაც არის, ხო, მოგზაურობა ესეთი, სადაც უკან დაბრუნება მერე სახში. არის კვესტი, ბეჭდების ბრძანებელი, მაგალითად რაღაცის განძევლობის ძიებაში რო ხარ, არის რაღაც გაყინულობიდან გამოსვლა და გაცოცხლება, მეტამორფოზა, ანუ ბევრი სიუჟეტებია. ნატრის ხის სიუჟეტი არის დრამა უფრო, ხო, აქეთ არის. ნუ დავაბრუნოთ ახლა
ფსიქოდრამას, ანუ ამ სიუჟეტში ხდება მხოლოდ ეს და მეორე ნაწილი ამ ფსიქოდრამის ვირჯინია სატირსაც აქვს. მეორე ნაწილი არის მოდი ახლა ესენი თავის არგუმენტებს უშვებენ, არა მარტო იმ წინადადებას, რაც კლიენტს ტვინში აქვს და რასაც ეს რეპრეზენტატორი ამბობს, არამედ დამატებითად. აი, იმიტომ მინდა შვილი, რომ მე უნდა გავიფურჩქნო როგორც ქალი და როგორც ბედნიერი მინდა ვიყო და ეს მეორე არასწორი პარტნიორი ყავს, დაიღუპები, მე რეინანებ და უმატებენ უკვე თავიანთ არგუმენტებს და მიდიან ესე ყველა სათითაოდ. და აი, ეს ყველაფერი თქვა უკვე, რაც სათქმელი იყო. და მესამე ნაწილია უკვე მესამე ნაწილი, აქ რა თქმა უნდა, მეთოდი ესე კი არ მიდის, ერთი მეორე პაუზა ხდება და რეფლექსია ხდება თუ რა ხდება თითოეულ რეპრეზენტატორში. ანუ შიგნით რა ხდება ამაში და ეკითხებიან სათითაოდ რა ხდება. ეს იძახის რომ რაღაცა უსუსურად გზნობ თავს, ან რაღაც ამ არგუმენტით რაღაცა გავიგე ჩემში, ან რაც ხდება, ყველაფერს ანუ რეფლექსიაც ხდება. და მესამე ნაწილია, სადაც ეს ნაწილები ერთმანეთთან მიდიან და ეუბნებიან თუ რა შეიძლება საერთო ენა გამონახონ. რა შეიძლება ინტეგრაციის პროცესი იყოს. ამან შეიძლება თქვას, კი, შეიძლება ეს პარტნიორი არასწორია, მაგრამ შეიძლება შენ რაღაცა კომპრომისზე წახვიდე, ან რაღაცა გააკეთო აქ და შვილის რო გააჩენ, ასე ვთქვათ, შეიძლება შესაძლებელი იყოს, ანუ რაღაც პოტენცია რაც არის იმაში, შეიძლება დაინახოს, ფლად კრიტიკულად არ იყოს ის. და ესეც შეიძლება, ამანაც შეიძლება თქოს, მე კი მინდა შვილი რომ ყავს, მაგრამ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყო, რომ სწორია თუ არა. მაგრამ მოდი ამ ნაბიჯს გავაკეთებ და გამოცდილება მექნება. ხო, უკვე იწყებენ ინტეგრაციულ საუბარს. ყველა ერთმანეთთან საბოლოო ჯამში მთელი ეს სურათი, რაც გარე სცენაზე თამაშდება, ადამიანს ეხმარება, რომ შიგნით აღარ კონდეს არაფერი საფიქრალი, იმიტომ ყველაფერი ითქვა, რაც შეიძლებოდა რომ გეფიქრა, მაგრამ ამას ტვინში ვერ გააკეთებდი. გამოიტანე გარეთ. ტვინი ვერ აკეთებს ამას, იმიტომ რომ ჩვენს კოგნიტურ რესურსებს არ გააჩნია ინტუიციასთან დაკავშირების იარაღები. ინტუიციასთან რო დაკავშირდე სომატიკასთან და არაცნობიერთან რო დაკავშირდე, ამისთვის გასაჭიროება ვიზუალიზაცია. თუნდაც რო წერეს უკვე გეხმარება ხო აზრის გამოტანაში და სცენური განლაგება გეხმარება ამის მთლიან სურათის დანახვაში, ანუ მთელი სურათი რო დაინახო, ამას ჭირდება გარეთ გამოტანა. ანუ ფაქტორს ზუმ-აუტს აკეთებ და ზემოდან უყურებ, ჯერ მეპინგი, ანუ როგორ დგანან ესენი ერთმანეთთან, მე რა დამოკიდებულება აქვთ და რა არის პოტენციალი ამ მოძრაობის, რომ დინამიკაში გადავიდეს. აი ნატურის ხეში არ არის ეს დინამიკა. ხო? ანუ სიუჟეტი არის, დრამა არის და დინამიკა არ არის, გაყინულობა არის, ხო? გვაჩვენებს რომ განლაგებული ეს პოზიციები. მე რატო ვიძახე პირდაპირ გადავიდით სიუჟეტის შიდა სტრუქტურებზე, თუმცა რა თქმა უნდა შეიძლება საზოგადოების დონეზე განვიხილოთ, შეიძლება ზღაპრის დონეზე განვიხილოთ. რაღაც ესეთი მსგავსი ნაწარმოებები ყოველთვის სხვადასხვა შრეაქ განხილვის, სხვადასხვა ტყავსანი შეიძლება ბავშვისთვისაც გასაგები იყოს, მაგრამ ეს არ არის საბავშვო ნაწარმოები, მაგრამ სიუჟეტი ისე არის, რომ თითქოს ბრძოლა, ქაჯები, ბავშვების ენაზე არის თითქოს წერილი, ხო? ეს უბრალოდ სიმბოლიკები, ესენი არის არქეტიპები, ან სუპერსონალიები, რომლებიც შინაგანი მოგზაურობის რუქა არის. თუნდაც ეს ნატურის ხე, ხო, სიმბოლოა, რაღაც მოგზაურობის რუქა, თითოეულ ტოტზე, ამ ხეს ტოტზე ჩვენ თავგადასავალი გვაქვს, ხო? ანუ ჩვენი გამოცდილებებს ღებულობთ, ხო, მთლიანად რომ გავიაროთ ეს გზა. აი პერსონაჟებით რო დავიწყოთ მაგალითად მარიტას პერსონაჟი. მარიტა. ჩემი გადმოსახედი ნახე, ბევრ ამასთან აიგივებენ თავისუფლება და საქართველო და რაღაც. ჩემთვის ეს ცოტათი ისეთი, როგორ თქვა, არასაკმარისი არის, იმიტომ რომ ჩემთვის ეს უფრო ასოცირდება პირდაპირ თვითობასთან ეგოს გარეშე. ჩემს ბუნებრივ მესთან, რომელიც არის ჩემი ბუნება. ანუ ბუნებრიობა, რომ შეიძლება იყოს სულიც, ასევე დავარქვთ, ან რაცა. იმის თვისებაა თავისუფლებაც, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი თვისებაა, მაგრამ მოპოვება ჭირდება, მას არ აქვს ეს თავისუფლება ჯერ. ანუ მარიტას პერსონაჟი არის ბუნებასთან ახლო, იმიტომ მას არ დიალოგში ამ გედიას და რაღაც ბუნების მისტერიებს რო უხსნის. ეს ბუნებრივი რესურსი, რომელიც არის აბსოლუტურად ინოსენტი, რო იტყვიან, ჰუმანკო, ინფანტილურია, ჯერ გამიმთავრება ჭირდება მაინც, ხო, მაგრამ ძალიან ბუნებრივი არის. მაგრამ მისი რესურსი რაც არის, დამყოლია და ბუნებრივი არის. დამყოლობა აქვს და ბუნებრიობა აქვს და რასაც და მისტერიასთან კავშირი, სიცოცხლითონ მისტერიულია და ამასთან კავშირი ძალიან კარგად სიმბოლურად აქვს დაჭერილი აბულაძეს. და მე არის გედიას პერსონაჟი, გედია არის უფრო გულწრფელობა, სიმამაცე, სილაღე და ამათი კავშირი არის ფაქტიურად, აი, როგორ თქვა,
შეიძლება თქვა ჩაკრებიდან ასე თქვა ხო ესე იგი მესამე ცენტრი მესამე ჩაკრას რო ეძახიან ეს არის მეომრის ცენტრი რომელთაც მე შემიძლია საზღვრები დავიცვა მე შემიძლია გამოვხატო რაღაცა მე შემიძლია ვნებას მივყვე ანუ ჩემი ინდივიდუალიზმის გამოხატულება ანუ მე მაქვს ამისი სიცოცხლესთან კავშირი აქვს ცოცხალი სიცოცხლესთან კავშირი აქვს სიცოცხლესთან რო კავშირი აქვს ძალიან კარგად გზნობს ამ ბუნებრიობას ძალიან კარგად გზნობ ამ ბუნებრიობას სიცოცხლესთან კავშირია. შეთე გააბიუზერებული შეთე. ნუ ამისი კონტრა შეთე არის ის ჩვენში რო დავინახოთ თუ რამეს მექანიკურად ვაკეთებთ ეს ყველაფერი არის შეთე. ჩვენი ავტომატიზაცია. მატერიალისტი. ანუ მატერიალურ რაც უფრთხილდება სტატუსს. ჩვენ სტატუსს რო უფრთხილდებით, პრესტიჟს რო უფრთხილდებით, წარმოსახვას რო უფრთხილდებით. ანუ მექანიკა არის. მას ჩემში მექანიკა, ანუ არამთავარი სული არა, მას ჩიც კლავს ხო, ანუ ფაქტობრივად არ შეუძლია აღიქვას რა არის თავისუფლება, რა არის სიყვარული, მას მხოლოდ მესაკუთრეობა გააჩნია ხო, ანუ მაგ კუთხითაა დანახული, ანუ მე რო დავინახო ჩემში რამხელა არის შეთე, რამხელაზე ვარ ავტომატური და მექანიკური ეგაა ჩემში. შეთეს წვლილი ხო. რასაც მაგალითად ციციკორე წარმოადგენს არის ტრადიცია, ხო ეს სტატუს-კვო შენარჩუნება, რაც ერთის მხრივ აუცილებელი არის. იმიტომ ამის გარეშე ვერ გადარჩები. უბრალოდ არის გადაჭარბებული, დომინირებული. ესეც ჩემი პერსონა არის, ხო, ანუ ჩემი პერსონა რომელიც წარმოადგინა, რომელიც ჩემში რამდენი ნაწილი არის, რომ მე ჩემს იმიჯს ვინარჩუნებ. რამდენი ნაწილია ჩემში რომ მე თქვათ ვინარჩუნებ იმას რომ ახალისკენ ნაბიჯი არ გადავდგა ხო მისი დიალოგი ციციკორეს დიალოგი ამ იორამთან არის სტანდარტების და პროცესების რაც უკვე ფუნქციონირებს საზოგადოებაში დიალოგი ინოვაციასთან და გარდაქმნასთან იორამი არის ფაქტობრივად ტრიქსტერი ანუ სისტემის წინააღმდეგ რომ მიდის ეს არის ჩემი კომუნიკაციის ცენტრი ჩაკრა, ანუ კრეატიულობა, გამოხატვა. კრეატიულობას აქვს უშიშრობა, შეცდომის დაშვების უფლება, სიახლე, ძველის დანგრევა, მაგრამ რას ესაჭიროება იორამს, ის აქ ციციკორეს და მათ შორის არ ხდება ინტეგრაცია. აი ზუსტად იმიტომ რომ ეს ყორიანს რო ანგურეს ეს ბალახიო, მასეო, წინაპრების სისხლზე ამოსულ და წამლავსო და ის აი გრევით შემოდი ზუსტად ანგრევს იმ ღობეს იორამი და რო ჭამს ამ ბალახს აი არაფერიც არ მომივა. ხო, ანუ ერთმანეთთან აქვს კამათი, ერთმანეთთან არ აქვს კონსტრუქტიული დიალოგი. და კონსტრუქტიული დიალოგი რო იყოს მე ჩემ თავში რო შეხმელო, ან თუნდაც კომპანიებზე გადავიდეთ. კომპანია როდესაც ერთ პროდუქტს აწარმოებს და გამოვიდა ეს პროდუქტი ბაზარზე გაიტანა და უკვე აწარმოებენ და ეხლა წლები გავიდა ბაზარი ხო ვითარდება. იქ ხო რაღაცები იცვლება. და ვიღაც კონკურენტები გადაასწრებენ და მე გაუკვირდება ჩვენ ხო ამას სულ ესე ვაკეთებდით ეს ხო გამოდიოდა რატო არ გამოდის ხდები. იმიტომ რომ არ ქონდათ ინოვაციის სივრცე გახსნილი. ანუ ინოვაციის სივრცე ეგრევე უნდა გაიხსნას, როგორც კი რაღაცა პროცესი წარმატებას მიაღწევს და სტანდარტიზაცია მოხდება ამის. ყოველთვის უნდა ქონდეს სტანდარტი და ინოვაცია. და ეს ორივე ნაბიჯი ბალანსით უნდა მიდიოდეს. ესეა საკუთარ თავშიც, ესეა კომპანიაში და ესე იქნებოდა იმ სიუჟეტშიც. ანუ ერთმანეთის რესურსებს ვერ აზიარებენ. მარტო წარმოიდგინე იორამი რო ყოფილიყო. და ციციკორე რო არ იყოს კატასტროფა იქნებოდა ხო? ქაოსი იქნებოდა. და მარტო ციციკორე რო იყოს იორამი რო იყოს ამ თლათკვდარი იქნებოდა ყველაფერი ხო? ანუ ელიოზი კიდე. ხო, ელიოზთანაც მივალთ ხო? ელიოზის ფენომენი არის სიმბოლურად არის სახელის ელიოზი და ილუზია ხო? ერთმანეთთან არის. და ელიოზი არის უფრო ილუზია, ანუ როდესაც ჩემი გონება ნატორაში და დისოციაციაში და მომავალში არის საგაიხსნება, ანუ იქით და სურვილებშია დაკარგული. ეს არის ზუსტად ელიოზის მდგომარეობა. ანუ მე სურვილებში ვარ დაკარგული და ვერ ვაცნობიერებ რა არის სინამდვილეს ჩემი მოთხოვნილება, რომ აწმყოში ვიყო, სიცოცხლე ახლა და აქ ხდება. და ელიოზი აქ და ახლა არ არის, იმიტომაც არის ილუზიაში. და წმენა არის უბრალოდ ეგეთი რაღაცა. როდესაც გონია რომ გარეთა რაღაცა, თუნდაც გარეთა ღმერთი სადღაც არის და ის გადამარჩეს და ეს მერე იქნება. არ და ღმერთი შენში არას ნიშნავს, მე ჩემში უნდა ვიცხოვრო როგორც ღმერთი, ხო, ანუ ჩემში უნდა ამოუშვა ეს ბუნებრიობა, რაც ღვთაებრივია, მე უნდა თვითონ უნდა გავხდე. אז მე თვითონ უნდა ვიყო ეს, მე თვითონ უნდა წარვად, მე თვითონ ვიყო ამის გამტარი, ასე თქვა და არა რაღაც გარედან ველოდებოდ. და პირველი ნაბიჯი აქ იქნება, რომ მე გამოვიდე სურვილების ჯუნგლებიდან, ნატორებიდან და ჩამოვიდე მოთხოვნილებამდე. ანუ თუ სურვილია ტორტი რო ჭამო უსასრულოდ,
იმიტომ ან სიგარეტი მოვწიო, ეს არის უბრალოდ სურვილი, რომ გონია რომ ამეთი რაღაცას დავიკმაყოფილო. ეს არის substitute, ანუ შემცვლელი მოთხოვნილება არ არის ორალური მოთხოვნილება დაუკმაყოფილებელი, სიყვარულის მოთხოვნილება დაუკმაყოფილებელი. მოთხოვნილება არის მაგალითად სიამოვნების, მოთხოვნილება არის მაგალითად გართობის, მოთხოვნილება არის უსაფრთხობის, დაცულობის, ან აღიარების და ასე შემდეგ. საბაზრო მოთხოვნილებები ბავშვობაში ცადას დეფიციტი მქონდა, მე ამას სურვილებით ვაკომპენსირებ. ანუ პირველი ნაბიჯი უნდა ვისწავლო მე სურვილებიდან გამოსვლა და მოთხოვნილებას. ის მოთხოვნილება აწმყოში მაბრუნებს. ანუ მე უკავშირდები უკვე ის რაც რეალური არის. მოთხოვნილება წყლის დალევის არის წურვილი როცა მაქვს, ხო, მე შეიძლება კოკაკოლას ვსვავდე, ლუდს ვსვავდე, ვისკის ვსვავდე, როგორ მეკადრება ახლა წყალი, ხო? ანუ ამ სურვილებში დავიკარგო და არ გამაძღობს, არ წურვილს არ მომიკლავს ეს. და ეს მოთხოვნილება ყოველთვის ბანალური ჩანს, თან ხო ახლა წყალი, როგორ შეიძლება ამან რაღაცნაირად ამ უბრალო წყალმა ახლა წურვილი მომიკლას, ხო, წარმოადგენები გვაქვს. აი ეგ არის ელიოზის მდგომარეობა. ილუზიაშია, სურვილებშია, მომავალშია, რწმენაშია, სადღაც დაკარგული დისოციაციაშია ფაქტიურად. ანუ ეს არის ფაქტობრივად მესამე თვალია ჩვენი ინტუიცია, როცა მას ძინავს. ანუ გაღვიძებული როცა აქ და ახლა არ არის, ხო? და ძინავს რა ფაქტიურად თვლემს. ეს ემართება, ეს არის ზუსტად ის. ანუ მას ელიოს ესა ჩვენი გაცნობიერებულობა რო შემოიტანოს, მაშინ ამ სიუჟეტში ვიტყოდი, ეს რო არ იყოს დრამა, ხო? ამ სიუჟეტში გაგრძელება ექნებოდა, რომ ელიოზი გადაარჩენდა მარიტას. ბუნებრიობასთან დაკავშირდებოდა. ხდები ის ცნობიერება უკვე იწყებს ტრანსფორმაციას. და ელიოზია ხო ფილმ ნატვისხეც იმიტომ რომ ნატვის თვალ თითქოს ის არ მოხდა, ისაც უნდა მოხდარიყო. ეხლა მე ვსაუბრობ იმას რა პოტენციაც ქონდა ამ სიუჟეტში. აცდენები. ხო, ჩემი გაცნობიერებულობა გამოიყვანს ამ ბუნებრიობას, ანუ შეკრავს რა ეს ყველა თითქოს სხვადასხვა ფრაგმენტია ჩემი და მე თუ აქ მოთხოვნილებებზე დავიწყებ დაყრდნობას, ხო ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ჩემ ბუნებრიობას ნელ-ნელა ამოვწევ. ჩემ ბუნებრიობას ამოვწევ ნელ-ნელა. ან თუნდაც ის რო არის მუმბალა სიუჟეტში, ხო, მუმბალას პერსონაჟი არის ის აი ტაქსის მძღოლებზე ის კლიშე რო არის, ხო, ორი დიპლომი მქონდა, რაღაც წარსულით რო ტრაბახობ. ნარცისიზმის ნაწილი ჩემში. ანუ ტრაბახი და ჩვენ ქართველებს ძალიან გვაქვს ეს ნარცისიზმი, მეტი არაფერი არა, ჩვენ ესეთი წარსული გქონდა. ერთხელ მქონდა ერთ გერმანელთან ესეთი მეთქი ესეთი ამდენი 1000 წელი წარსული და რაღაც ჩვენი ისტორია, რაღაც მეუბნები საქართველოს ყვები ჩვეულებრივად და მე ვამბობ, დღესო რას აკეთებთ? დავმუნჯდი. თქვენ როგორც ერი დღეს რას ვაკეთებთ, რა როლი გვაქვს სოფლიო ცივილიზაციის კონტრიბუციაში, ხო ძალიან ძნელი სათქმელია რომ მნიშვნელობა რაღაცით. არა, არც კომპიუტერი გამოგიგონები, არც მანქანა გამოგიგონები, არც არაფერი რაღაცეებში. წარსულში ქმნიდით რაღაცებს და დახათუთაშიც არის ხო მგონი სიუჟეტი რომ ადრე საქართველოს რაღაც თავისი მისია ჰქონდა სოფლიოში და ეხლა მხოლოდ პიროვნებებიღა თუ არიან რომლებიც რაღაცა საქართველოს წარმოადგენენ, მაგრამ ერს როგორც ასე დიდი მისია აღარ აქვს. დამთავრდა ხო? ბოლო პერიოდში ხო ცოტა მოვიკვეჭლებთ. მაგას ვიძახი ის სიცოცხლე აქ დაახლა ხდება და ის რომ მე წარსულით ჩემ თავს დავაკვირდეთ რომ რამდენადაც მე წარსულით აი მე ეს ქონა გააკეთებული ჩემი ტრაბახი და ნარცისიზმი არის მეტი აფერს არ ნიშნავს რომ ის არ იყო მაგრამ მე აქ დაახლა არ ვარ ამეთი ანუ სიცოცხლესთან არ კავშირი ექშენში არ გადავდიო ერთადერთი ვინც ექშენში გადადის და აკეთებს არის ციციკორ და ეს არის სამწუხარო ვის ხელში არის ჩაგდებული ხო ანუ ამ ტრადიციის ხელში და ამ სტატუსის ხელში ჩაგდებული თუმცა მასაც თავის დანიშნულება აქვს მის გარეშე არ ფუნქციონირებს ეს რო განვიკითხოთ ჩვენ სახელმწიფო რო განვიკითხოთ ჩვენ სტრუქტურა არ იქნება ხო ანუ აქ რომ მოვიყვანოთ ეხლა მაგალითად ნარგიზა ხო ნარგიზა არის ბუნებრიობა ჩემში რაც არის ლტოლვა მრავალფეროვნება ან პირველი ჩაკრა ასე ვთქვათ პირველი ცენტრი რომელიც არის მრავალფეროვანი რომელსაც ძალიან ინდივიდუალისტია. აქ არიან ნაწილები, ჩემი ინდივიდუალისტური ნაწილები, რომლებსაც რაღაცა თითქოს აკლიათ და ვერ ერთიანდებიან და დანარჩენი გაერთიანებულია, ხო, რაღაცნაირად ეს ციციკორე და ეს შეთე და ეს თითქოს ტრადიციასთან გაერთიანებული ხალხია, რომელიც ერთ ფერშია თითქოს ყველა, ხო, და შავები აცვია იქ რაღაცნაირად. დანარჩენი არიან ფერადები, ფუფალაც, ასე ვთქვათ, ნებისმიერი ეს აქვია ნარგიზაც და ანუ ეს ინდივიდუალები ყოველ აპროტესტებენ მერე ამ სცენას ხო მარიტას დასჯის სცენას აპროტესტებენ ანუ ეს არის ჩემში ის ინდივიდუალური ნაწილები რომლებიც მე არ მყავს შეკრული და არ არის ტრანსფორმაცია რაც ნარგიზას სჭირდება არის კომიტმენტი
და ციციკორი სწორ ეუბნება სხვათა შორის რომ ვიღაც ერთი ადამიანი გჭირდება რა რომ კონდეს აქ თლათ მტყვანი არ არის ის ხო ანუ იმას კომიტმენტი ჭირდება თორე ესეთ ადის კი ყველას მოსწონს ინდივიდუალისტის მაგრამ არ ეცოდინება რა არის კომიტმენტი არ ეცოდინება რა არის ადამიანისთვის მიზღუნა რაღაცის უბრალოდ იქნება ეს გაფანტულად რა და ეს არ ნიშნავს რომ იმას წაერთმევა რაღაც ეს ნიშნავს რომ რაღაც მიმართულება რაღაცა სასწავლებელი საითა აქ ამას იქითა აქ სასწავლებელი გაფანტულა სექსუალური ენერგიის ხო სექსუალური ენერგია ეგეთი გურჯიევს ქონდა ნათქვამი თუ შენ გინდა სექსუალური ენერგიაზე მუშაობა ეს იგივეა რომ ვეფხვთან გაქვს საქმე ამიტომ გალია გაამზადეო და ეს გალია არ ნიშნავს ვეფხვია რა მართლა ვეფხვი წაგლეკავს იმხელა ხო თუ მიუშვი რა ეს არ ნიშნავს რომ რაღაცა შეზღუდო და მოკლა ამას აკეთებს მამაო ხოროხინე ქვია მამაო ხოროხინე არის ჩვენი სუპერ ეგო ფროიდის სახით ანუ ეს არ შეიძლება მთელი ეკლესია საუდელოება რაღაც აი რაზეც დგას თუ შეიძლება ითქვას პირდაპირ ერთ-ერთზე ეს არის სუპერ ეგო სუპერ ეგო ნიშნავს ეს არ შეიძლება იდი ნიშნავს მე არ მაინტერესებს მინდა და მორჩა ინსტინქტები ჩემ სექსუალობა ესეთია მინდა და მორჩა ინსტინქტი მამას მეუბნება ხო ეგო არის შუაში გაჭედილი ამ სუპერ ეგოს და იდის შორის ხო რაღაც მინდა მაგრამ როგორ მოახერხო ისე რომ გამოვიდეს მაგრამ არ დავიწვა ეს არის ეგოს ფუნქცია ხო და სუპერ ეგოს არ შეიძლება და მორჩა ანუ აკრძალვები და რაც ჭირდება მამაო ხოროხინეს ანუ ჩვენში სუპერ ეგოს ასე საჭიროება ხანდახან მივცეს სივრცე guilty pleasure-ისთვის ეს იქნება ჯანსაღი რაც აკრძალულია რასაც უკრძალავ ჩემ თავს მაგალითად მე მუშაობ სულ წარმატებული ვარ და არ ვაძლევ ჩემ თავს უფლებას რომ Netflix უყურო ჩიფსი შევჭამო ეს არ შეიძლება ხო ცუდია მე უკრძალავ ჩემ ანუ როგი პირიქითაა სხვა რაღაცას უკრძალავს ზოგისთვის უბრალოდ აი ბუნებაში სიარული არის მაგას უკრძალავს თავისთვის ანუ ვისთვის რა არის ყველამ უნდა მონახოს ეს თავისი guilty pleasure და მიცეს ამას სივრცე რომ ეს დაუშვას სიამოვნების მოთხოვნილებაა ეს ანუ ეს არ შეიძლება სუპერ ეკო გრძალავს სიამოვნებას ხო და რომ დავუკიდე რამდენად უკრძალავ ჩემ თავში სიამოვნებას და ეს უნდა მივცე deliberately რო იტყვი მივცე ჩემ თავს რომ ამის სივრცე არის ეს იქნებოდა თქვათ ამისთვის შემდეგი ნაბიჯი მამაო ხოროხინესთვის ნარგისასთვის იქნება შემდეგი ნაბიჯი კომიტმენტი ესწავლა და რაც ჭირდება გედიას მაგალითად ხო გედიას ჭირდება ის რომ რაც შეთესა აქვს ხო დამიწებულია მიწაზე დგას ხო იმას რაღაცა შეუძლია მატერიალური რაღაცები შექმნას ამას მატერიალური არაფერი არ აქვს ანუ მატერია რატო არის ცუდი არ არის მაგრამ როცა მარტო მატერია ეგაა ცუდი როცა მარტო ვნებაა და ანთებაა და ესაა ხო ანუ ამასაც ჭირდება რომ დამიწებული იყოს ხდები ანუ აქ არ ხდება მათი აი როგორ არის აღწე უქომაგო ღარიბი უქომაგო აი ხო მატერიალური კუთხით ეგეთია მაგრამ არ არის მატერიალური ვნების და იმის წინააღმდეგ ბუნებმა ღმერთმა მოგცა ორივე და ორივეში მდიდარი იყავი არ არის რომ ერთში იყო მდიდარი და მეორეში არ შეიძლება იყოს ეს არ იყო აქამდე ცივილიზაცია ეს დღეს სხვა ეპოქაში გადავდიოთ რომ ეს უფრო გასაგები ხდება რომ შენ ორივე მხრივ შეგიძლია რომ მდიდარი იყო ხო ანუ ძირითადად ეს არის ამ სუბპერსონალიებზე ესე განვიხილავდი ამ კუთხით შინაგანი ტრანსფორმაციით ამ კუთხით არასოდეს არ შემეხედავს სხვათა შორის ჩემში რო შევხედო სად არის მარით არის თუ არა ცოცხალი ანუ მე ფუფალა რამდენად ვარ, რამდენად ვერ გავბედე ის მეცხოვრა, რაც მინდოდა რომ მეცხოვრა, ესაა ჩემი ფუფალას ნაწილი. ანუ ჩემი არ გაბედული ცხოვრება. ვერ მან იცის მოთხოვნილება რა, ინტუიცია სწორი აქვს, ხედავს ამასაც მარიტასაც რომ ხედავს თვალებში იკითხება რა, ხედავს ამ პოტენციას, რომელიც თვითონ ვერ იცხოვრა, ხო? რაც მარიტას ჭირდება არასთქმის სწავლა. რაც ბებია მარადია ხო რაღაც სიმბოლური სახელი მარადია თითქოს ეს მექანიკური დედა რომელიც მუდმივად არსებობს თუ მექანიკა არ მუდმივად არსებობს და ტრანსგენერაციულად მოყვება ხო მარადიულად მოყვება მაგრამ ეს არის მექანიკა ანუ ეს ინტროექტები აღზრდის ინტროექტები რაც მოდის ჩვენში და თაობებში გადაეცემა რომელსაც საფუძვლად უდევს კეთილი ზრახვა ხო ჩვენ გვინდა რომ შვილებისთვის კარგი იყოს მაგრამ ეს ინტროექტი ანუ არ აძლევ მას უფლებას თავისით განვითარდეს მარიტამ სპასუხისგებლობა იქნებოდა მის მეტამორფოზა იქნებოდა ბებიასთვის კი არ დაეჯერებინა თავის გულისთვის ესმინა მამის წინააღმდეგ ვერ წავიდა ანუ ჯერ კიდე მიკუთვნადობაში არის ჯერ კიდე ეკუთვნის ბებიას და მას უნდა შინაგანად ძალა რომ მოძებნოს რომ არა თქვას ჯანსაღი საზღვრები ესაჭიროება რომ გამოვიდეს აი ამ ინტროექტისგან ამ გავლენისგან რომელიც მოდის ბებიაც სიმბოლურია ხო ანუ და ბაბუამ ტყემალი ჩაკბიჩა და შვილიშვილს კბილი მოეჭრა ხო ნაკაც საინტერესო არის რატო არის ბაბუან ბებია
და არა პირდაპირ შვილი. იმიტომ რომ სისტემური განლაგებაც ამას თავისებურად ხსნის, რომ შვილი პირდაპირ იმკის შედეგს. თუ მამა ცივია, შვილი იმკის ცივ მამას, ანუ სიცივეს და სითბოაგლია და შვილი ცდილობს ბაბუა რატომ იყო ცივი, ის განიცადოს. ანუ თავის თავზე იღებს, რომ დაამთავროს ეს საინტერესოა. და შეიძლება ამას პანიკური შეტევები კონდეს, იმიტომ რომ ბაბუამ ემოციები ჩაახშო. იმ დონეზე არის ეს არაცნობიერი ლოიალობა ტრანსგენერაციულ დინამიკაში. და ეს ფაქტების გვინახია სისტემურ განლაგებაში ჩანს ხოლმე, რომ ამის სიმპტომები სისტემაში რაღაცა რო არ იყო გაკეთებული ბაბუას მხრივ, ან ვიღაცის მხრივ, ის სისტემა არ უყურებს ბაბუას შენი გასაკეთებელია. ეზებს შემდეგ თაობაში ყველაზე სუსტს, მის ყველაზე მოწყვლადია, რომელიც იტყვის მიავიღებ ამას ჩემ თავს, ყველაზე მგზნობი არის და სრულიად უსამართლო, ანუ მექანიკაა და ამიტომ. და იმას დააკისრებს ის თვითონ დაიკისრებს თავისაზე იტყვის რომ მე მინდა რომ ამ სისტემას ვეკუთვნოდი, აქ ესეთი ატმოსფეროა და მე ავიღებ თავზე ლაპს დავისხავ, რომ მიცნოთ რომ მე თქვენიანი ვარ. აი არის ეს კავშირი იმასთან იმ მშობლების ცოდვებიო გადმოდის შვილებს რაღაცნაირად არის ეს ამის გაგრძელება, ანუ შეიძლება ცოდვას კარმას, რა ვიცი, რაღაც სიტყვები შეიძლება მაგრამ მე დავარქმევდი, რომ განსჯითი არის ცოდვას და კარმას და მე უფრო გამოვიტანდი ამ ტერმინოლოგიას და უბრალოდ ვიტყოდი იმის მოუგვარებელი დადის ამ სისტემას, სანამ ვიღაც არ მოაგვარებს. ხო? და მე თუ ტვირთად ვიღებ ამას, არც მე მეხმარება, არც იმას, მე გადამაქვს შემდეგ თაობას. ანუ რას კურნავს სისტემას, არის ის, რომ მე ჩემი თავის განკურნებას ვიწყებ. ეს არის ეს არის, ხო, აი ასე ვიწყებ ჩემ თავზე მუშაობას, ხო და ეს საკუთარი პარადოქსია ეგოისტურად ჟღერს, ხო, თითქოს მე ჩემ თავზე ვზრუნავ და მათ უტოვებ, ასე ვთქვათ, თავის ტვირთს. ამის გარდა არაფერი არ შველის ამ სისტემას. ანუ მე თუ მგონია რომ წინაპართა განკურნება და მე ვარ ამაზე პასუხისმგებელი, არა, მე ჩემ თავზე პასუხისმგებლობის აღებით ვკურნავ სისტემას, იმიტომ რომ აქ რაღაცა ჯანსაღი ნაწილი შემოდის სისტემაში. ანუ ამ სისტემას რაღაცა ისეთი პლატფორმა შეუქმნია, რამაც შექმნა პირობა იმისთვის, რომ მე ჯანსაღი ყოფილიყავ. ანუ ბევრი რაღაცები მომცა ამანაც ეს გამოდის და ამაყობს ამით სისტემა, რომ ერთმა მაინც შეძლო ის, რომ იმანის გააკეთა თავის თავთან, რაც ვერც ერთმა ვერ შევძელით. საინტერესო ძალიან. ეგ არის ასე ვთქვათ, და ეს დინამიკა არის ცნობიერი დინამიკა. ანუ ძირითადად რაც არის ხომ ამ კოლექტიურში ჩვენ დასავლურ ფსიქოლოგიაში იუნგიც და ფროიდიც კოლექტიურ არაცნობიერი გაგვაცნეს და გავიგეთ, ხო? და აღმოსავლეთში ბუდას დროსაც კი ცნობიერების, რა ვიცი, 160 დონე და ეტაპია უკვე ნახსენები, ისინი არ წავიდნენ ამ არაცნობიერისკენ, ახსენეს უბრალოდ, მაგრამ წავიდნენ ძირითადად კოლექტიურისკენ. ზეცნობიერისკენ და ამ თემებისკენ წავიდნენ. ანუ კოლექტიურში არსებობს ასევე გაცნობიერებულობაც. და ეს აღარ არის ბრბო, ეს ინდივიდუალების ერთმანეთთან კავშირი შეიძლება იყოს, რომელიც ბუდაფილს ეძახიან მაგალითად, ხო, ცნობიერი ველი იქნება მაშინ. ანუ აქ ოჯახში, როდესაც სისტემური განლაგებაა, არაცნობიერი თავიდან ეს არაცნობიერი დინამიკა, მერე გვაჩვენებს პოტენციალსა და აქ მიმართულებას, როგორ წავიდოთ ეს დინამიკა. ეს დინამიკა არის ბერთელინგერი ეძახდა სულის მოძრაობას, რომელიც არის ძალიან ნელი. ვერ დააჩქარებ ისეთი პროცესია. ძალიან ნელი არის და ეს მიდის იქითკენ, რომ ჰარმონია იყოს და სიყვარული იყოს. ანუ ამ სიუჟეტში ნატრის ხელშიც რო ყოფილიყო ეს ჰარმონია და სიყვარული, ელიოჟდა რო დავიწყოთ ის ილუზიებიდან გამოსული იყო და ამას არასთქმა რო სწოდნოდა, რომ ამას აი ეს ინტეგრაციის პროცესი, ეს დინამიკა, რომელიც ამ ფილმში არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ პოტენციალი რაც დატოვებულია იმ სიუჟეტში, პოტენციას საერთოდ არაა შეხებული, ხო? და გარეთა ცხოვრებაში რატო ხდება და რატო არის რომ მსგავსია რომ გარეთ ეგეთ რაღაცებს ვეხებით, იმიტომ რომ ეს არის ჯამი ჩემ საკუთარ თავთან არაღებული პასუხისგებლობის, ასევე სხვისი საკუთარ თავთან არაღებული პასუხისგებლობის, იმისი საკუთარ თავთან არაღებული პასუხისგებლობის, ყველას ჯამი ქმნის ამ კოლექტიურ სურათს მერე გარეთ. ანუ მე რას თქვი წეგან, რაც არის შეთე, ხო, ეს სიტყვაზე მატერიალური ჩემ მექანიკა, ამაზე მე თუ პასუხისგებლობას არ ავიღე, მე გარეთ შეიქმნება შეთეები, ასე თქვა და მიკვირს, ხო. ანუ ჩვენი კოლექტიური რა არის? ჩემი ჯამი იმისი, რაც მე არ ავიღე ჩემ თავზე, რაც იმან არ აიღო, შედეგი მერე დგება გარეთ, ხო. ანუ იგივე რომ ვიეტნამში ომი არის, ვიეტნამში ომი კი არა, ამერიკის გადაწყვეტა, ეს არის ჯამი ჩვენი აზროვნების, რომელიც უპასუხისმგებლო არის. ამ თემასთან მართებაში, ჩემი არაცნობიერი წვლილი ამ საკითხთან მართებაში.
იმდენად გადაბმულები ვართ ერთმანეთს გავლენას ძალიან დიდად ახდენს. ძალიან საინტერესო. აი სისტემური განლაგება მაგალითად ადამიანს უნდა რომ მოგმართოს აი რაღაც სისტემური განლაგება. აი როგორ ხდება და უშუალოდ აი ეს განლაგება ოჯახური რამდენ ხანში ერთხელ შეიძლება მაგალითად გავაკეთე დღეს ეს ხო? და აი რით მივდივარ სახლში რით ბრუნდები, აი რა ხდება ამ დროს რა დავინახე და აი როგორ მიდის ეს პროცესი რა, აი დროშიც მაინტერესებს, აი რამდენი ხანი ჭირდება დაახლოებით აი გადააზრება იმისი, ხო? აი რა გავიგე, რა დავინახე, რა მოვიდა ჩემთან. ამას ხო ჭირდება გადააზრება, ხო? დრო ჭირდება. ესე ხვალო ვეღარ გავაკეთებ, ხო ესეა. და აი როგორ არის ეს აი დროში მაგალითად? დაახლოებით რო თქვა, ინდივიდუალური სესია თუ აქვს ჩემთან ვინმეს მეუნები მინიმუმ 60-90 დღე მეორე სესიაზე ვერ მოყავ, იმდენად ინტენსიურია და თუ ეს განლაგებაში შენი თემა გამოიტანე და ახალი ინსაიტები მიიღე, იმ ინსაიტებთან მიმართებაში იქ რაც დაინახე პოტენციალ რაც გამოაჩინა, ძირითადად დაახლოებით 2 წელი ჭირდება ხოლმე რომ იქ მოხვდე რაც იმ სცენას დაინახე. 2 წლის მანძილზე ახალი სინაფსური გადაკვეთები ნეირონული კავშირები გენერირდება და 2 წლის მანძილზე დაახლოებით უკვე იქ ხარ. და ეკონომიურია ძალიან, იმიტომ შეიძლება 10 წელი ვერ მოხდარიყავ და შეიძლება მთელი სიცოცხლე ვერ გაგეგო ეს. ანუ დროის ეკონომიას აკეთებს, ანუ დაახლოებით ისეთი რაღაცა კუნძული დავინახე, უკვე წყალში აღარ ფორთხიალობ რო იტყვიან და უკვე იქით მივდივარ, მე სანიშნოს რო იქ ვარ. ეს ნიშნავს მე ძალიხსნება მჭირდება, ენერგია მჭირდება, დრო მჭირდება, ჩემი ტემპი მჭირდება, დასვენება მჭირდება, მაგრამ ნელ-ნელა იქით მივდივარ, ხო, ამას მჭირდება ამდენი დრო. ანუ rewriting ხდება მთელი სისტემის. კი, მაგრამ თან იმედი ჩდება, ხო რა კარგია, ანუ გადავიაზრე, მივხვდი სად ვარ და აი მივდივარ solution, ანუ მივდივარ უკვე გამოსვლიდან, ანუ გამოსავლისკენ მივდივარ, ხო? აი ძირითადად ეს კუნძულიც ხო ეგ არის რა. აწმყოსთან დაკავშირება არის ძირითადად იმ წარსულებში არის ჩვენი ნაწილები ჩაბეჭდილი. დრამებში, წარსულებში და წარსულში ის სტრატეგიები რაც მქონდა რელევანტური იყო. იმიტომ ვერ გადავრჩები სხვანაირად, მაგრამ ამას ტყუილა დავათრევ ახლა არ მესაჭიროებდა ამის გაცნობიერება ხდება, ხო? ანუ იმიტომ რომ გონია რომ მაგალითად აი ხა კონსტრუქტი არის ეგეთი თერაპიაში შინაგანი ბავშვი. ბევრი ეგეთი კონსტრუქტები შინაგანი ბავშვის თემა არის, რომ შინაგანი ბავშვი თუ დატოვებული მიყავს წარსულში, ანუ მე რას შვებ ვიცი, აქ ვდგავარ და მშობლებისკენ თიც ვიშვერ და ვეუბნები აი ჩემი შინაგანი ბავშვი ამ დღეში რო არ თქვენი ბრალია. აი ინფანტილიზმთან არის ეს უკვე. ხო და ეს არ ეხმარება არ მშობლებს, არც იმ შინაგან ბავშვს და არც მე. და პოზიცია რო შევცვალო რომ მე რეალურად გაზრდა დავიწყო არის რომ მშობლებს ვეუბნები მადლობა. აქ რო ვარ საერთოდ ვარსებობ თქვენი დამსახურება დიწილად, მაგრამ ასევე არის რაღაცები, რაც იმ შინაგან ბავშვთან მიმართებაში დარჩენილი იყო და ამას ყველაფერს აწიმე მივხედა. აქ მე ვიწყებ ზრდას, გამოდივარ მსხვერპლის როლიდან და სულ სხვა პოზიცია. და ეს ფაქტიურად იმ თითის გაშვერა ნიშნავს, რომ მე მინდა ლეგიტიმაცია მქონდეს ზალადობაზე, ანუ არ მინდა გავიზარდოს ვაკეთებ. ზუსტად, ხო? ზუსტად მაგას ვაკეთებ. და თუ თერაპია და თერაპევტი მაგაში ხელს მიწყობს, ეს კატასტროფაა, ხო, საერთოდ, როცა თერაპიაზე მიდიხარ და წუწუნებ და თერაპევტი რო შენსკენ არის, ანუ არ შეიძლება. თერაპევტს უნდა ქონდეს გული ღია იმ ოჯახის წევრების მიმართაც, ვინც ასე თქვა შენი მხრიდან დაიგნორებული ან დაკენსელებული ან რა ვიცი, უარყოფით კონტექსტში მოხსენებული, იმიტომ რომ სხვანაირ სისტემას ვერ დაეხმარები და ჩვენ იმდენად ვართ ამ სისტემის წარმომადგენლები მხილა გავლენას ახდენს, რომ ცალკეულად ამის დანახვა ზოგი თერაპიული მეთოდია, რომ ცალკეულად ინდივიდს განიხილოს, რომელიც არ არის საკმარისი. არ არის საკმარისი. არ არის საკმარისი. იმიტომ რომ შენ გარემოში ისევ ბრუნდები, ეს გარემო გავლენას ახდენს. რაც უნდა შენ ინდივიდუალურად ცადო სხვანაირად გამოიყურებოდი, რომ ბევრ რაღაცებს ვატარებთ, რაც არის სისტემის ლოიალობიდან და ამის დანახვა და გაცნობიერება ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო პერიოდში ხშირად მესმის, ჩვენთან არა, მაგრამ აი სხეულზე ორიენტირებული თერაპია. ძალიან საინტერესო ხო ეს NLP-ც ეგ არის და უშუალოდ რაღაცა ხუზებიც და აი რამდენი ხანია რაც ჩვენთან ფეხი მოიკიდა, როგორ ფიქრობ, 2-3 წელი თუ მეტი და აი მე გერმანიაში მოღვაწეობდი და 2017 წელს აქ რომ დაუკავშირდი ადამიანებს რომ მინდოდა სისტემური განლაგების შემოტანა არანაირი რეზონანსი არ იყო იმდენად ადრე იყო ეს მაშინ რომ ვერც ვერაფერი ვერ მიპასუხეს ანუ მე დრო უნდა გასულიყო რომ ეს გასაგები ყოფილიყო თქვა NLP-ზე ვახსენებ NLP არის ნეიროლინგვისტური პროგრამირება ხო ანუ ნეიროლინგვისტური პროგრამირება და ლინგვისტიკა და პროგრამირება კოგნიტურ რესურსებთანაა დაკავშირებული და არის სისტემური განლაგების მეთოდი რომელიც ფუძემდებელი იყო ევა მადელუნგი
NIG ქვია ამ მეთოდს, რომელიც ბერტელინგერის კოლეგაც იყო და ბავშვების თერაპევტიც იყო. მან შეიმუშავა ესეთი მეთოდი, რომელიც სამწუხაროდ საერთოდ არაა ცნობილი საქართველოში, მაგრამ მე მაქვს გავლილი გარკვეული, ასე ვთქვათ, ვორქშოპების და ვიცი როგორც მუშაობენ. ნიადაგის ღუზებსაც იყენებენ, როგორც რობერტ დილსი იყენებდა. NIG ნიშნავს ნეიროიმაგინატორულ გეშტალტს. ანუ არაცნობიერთან რო დაკავშირდეს, ლინგვისტიკა და პროგრამირება არაა საკმარისი. ნუ აქ მაინც კოგნიტურ შრეს რჩება, აქ კი გადააწყობ, არა სხეული ვერ გაიგებს. ამიტომ იმაგინაცია არის, რაც არაცნობიერთან გაკავშირებს და ფორმირება, ანუ გეშტალტი. და ანუ რასაც აკეთებენ ნიადაგის ღუზას, გამოხატავენ და ნიადაგის ღუზაზე ხატავენ იმას, რასაც ეს წარმოადგენს, რომ ვიზუალიზაცია კონდეს. და მერე იყენებენ მარტო, უკვე რომ შენ ვიზუალურად გამოხატე ნიადაგის ღუზაზე, მაგალითად რაღაცა ასპექტი ან რესურსი. ჩემი შინაგანი რესურსია რაღაცა ეს და ეს და მოდი დავხატოთ ახლა ეს. გამოვხატოთ. შეიძლება სიმბოლო იყოს, შეიძლება რიცხვი იყოს, შეიძლება ნახატი, შეიძლება აბსტრაქცია იყოს, მაგრამ მეკო ჩავდე ჩემი ენერგია ამას და მერე ვიყენებ როგორც ნიადაგის ღუზას და მერე ვდგები ამას, უკვე ჩემი სომატიკა მთლიანად მოყვება ამაზე, უკვე მესმის რა არის ეს გასაგები ხდება, ხო? ანუ სომატიკასთან უფრო ახლოს არის იმაგინაცია და ფორმირება, გეშტალტი და კოგნიტურ რესურსებთან ახლო არის ლინგვისტიკა და პროგრამირება. ანუ NIG იქნებოდა შემდეგი საფეხური, რომელიც საერთოდ არ არის. საქართველოს ჯერჯერობით გეშტალტ თერაპია არის, NLP არის შემოსული, ეს არ ნიშნავს, რომ ესენია საუკეთესო მეთოდები. ესენი არის ერთადერთი მეთოდები და არის სხვა მეთოდებიც, რაც წეგან ვახსენებ, ვისურვებდი, რომ მალე ყოფილიყო უფრო მეტად აქცენტი ამ ჰოლისტურ თერაპიაზე, რესურსებზე ორიენტირებულ თერაპიაზე, ჰუმანისტური დარგის თერაპიებზე, ტრავმათერაპიებზე, რომელიც საერთოდ არაა საქართველოში, სომატური ექსპერიენსი პეტალევენის, ან ნარმი, ლაურენს ელერის და სხეულზე ორიენტირებული თერაპია. ხა ნელ-ნელა მაგის გაცნობიერებულება მოდის, ნუ ეს ეტაპობრივად ესეც ვითარდება რა, ძალიან კარგი იქნება, რომ ამას კონდეს ხარისხიანი და ინსტიტუციონალიზირებული, ასე ვთქვათ, სახე. ძალიან კარგია, საინტერესოა და ძვრები მაინც არის. მოდი ესე პოზიტიურად რომ რაღაც ძვრები არის, იმიტომ რომ 1 წლის წინ და 2 წლის წინ ძალიან დიდხანს ვხსნიდი კოუჩინგი რა არის და რატო არ კოუჩი საერთოდ და ახლა რაღაცნაირად შეიძლება უკეთესისკენ მივიდეთ. მოგშა ძალიან დიდი მადლობა. აი, რაზეც ვილაპარაკეთ ამის ალბათ გადახარშვა მჭირდება კარგად, იმიტომ რომ შოკი მაქვს. მართლა ძალიან საინტერესოა ასეთ გარჩეული ნატურის ხედა მისი პერსონაჟები მე არასოდეს გამიგია და რა ვიცი, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა მოწვევისთვის და წარმატებებს გისურვებ. ასევე. მადლობა.